შემდეგი სპიკერი მინდა მოვიწვიო. ვისი ულამაზესი ვიცი აგერ არის, აქ არის, მაგრამ შეგიმჩნია რა გავაკეთო თუ ისეთი ხარ, როგორ შეგიმჩნიოთ არ გამოვა. ამ ადამიანის ვიდეოებზე მე პირადად არ ვიცი მართლა ყველა და ყველაფერი განახი მაქვს შენი დღიდან დაწყების დღიდან. გიორგი ჯობავას მინდა აპლოდისმენტებით შევეგებოთ და თავის გამოცდილებასაც გაგვიძიარებს და მოგვიყვება როგორ ქმნის აი ამ საოცარ ვიდეოებს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გამარჯობა. მე ვარ გიორგი ჯობავა და აქამდე ჩემს თავს წარმოადგენდი ხოლმე როგორც ვიდეოგრაფს, მაგრამ უკვე ერთი თვეა მე ვარ გიორგი ჯობავა, იუთუბერი და ეს ძალიან მახარებს, ძალიან მაბედნიერებს, სიამოვნებს და აჟიტირებულიც კი ვარ. დღეს ძალიან მიხარია რომ აი ამ ხელა ავტორის წინაშე წლების შემდეგ მიწევს წარდგენა, იმიტომ რომ მთელი ეს წლები ჩაკარგული ვიყავი სხვა საქმიანობაში და ეს იყო ქორწილების გადაღება, ივენთების გადაღება და ასე შემდეგ და აი ამდენი წლის შემდეგ დღეს პირველად გრძნობ თავს იმ ამპლუაში, რაც რეალურად მიყვარს, სიამოვნებს და რაც მაბედნიერებს. ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო ჩემი პირადი პატარა ისტორიით, რომელიც 2023 წლის ზაფხულში შემემთხვა და გადამხდა თავს. მაშინ გადავწყვიტე იუთუბერი გამხდარიყავი და ამ ყველაფრის დაწყება მინდოდა ჩემი როგორ თქვა, ჩემი ბავშვობის ოცნების ახდენით და ეს იყო რომ მე მოგზაურა სახლ-მანქანით ჩემს საყვარელ ადამიანთან, ჩემს მეუღლესთან ერთად. ძალიან დიდ ემოციებში ვიყავი, ნერვიულობდი, არ ვიცოდი რას მოიტანდა ის ყველაფერი, რას ვაკეთებდი, საით მიდიოდა ჩემი გზა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი გულის სიღრმეში, რომ ეს იყო ის, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი. მოკლედ, გადავწყვიტეთ, რომ წავსულიყავით ევროტურში ჩვენი სახლ-მანქანით. ჩავბარგდით, ბევრი ვიშრომეთ, ბევრი ვინერვიულეთ, ბევრი დავგეგმეთ, ბევრი რესურსი ჩავდეთ, ჩავლაგდით და წავედით. დღე პირველი. ბუმ. სახლ-მანქანა გაფუჭდა. ჩვენი ძრავი მოკვდა. ეს იყო მოულოდნელი სტრესი, მოულოდნელი შიში, ეიფორია, არ ვიცი, შფოთვა, იმიტომ რომ მთელი ჩვენი ოცნება, რასაც ჩვენს გონებაში ვხარშავდით მთელი ეს პერიოდი, თითქოს უცებ გაქრა და თითქოს ამის ყველანაირი პერსპექტივა მოკვდა. ძალიან ემოციურ მდგომარეობაში აღმოჩნდით, არ ვიცოდით რა გვექნა და ბევრი ემოციური ჩაღრმავების, საკუთარ თავთან ბრძოლის და ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მოდი მაინც წავალ. იმის იმედით, რომ რაღაც იქნება, რაღაც გამოვა. კიდევ ერთხელ მოვემზადეთ, კიდევ ერთხელ დავფიქრდით, კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდით და კიდევ ერთხელ დავიძარით. ერთი თვე ვიარეთ, ვიხეტიალეთ, ბევრი ვიწვალეთ, ბევრი ვიტანჯეთ, ვიწამეთ და დავბრუნდით. რა თქმა უნდა, ეს ევროტური არ გამოვიდა ისეთი, როგორცაც ვოცნებობდი. და ეს არ იყო ის, რაც ჩემს ხედვაში ძალიან დიდხანს ილექებოდა. დავბრუნდით და ამ დაბრუნებას მოყვა ჩემი ძალიან ღრმა დეპრესია, ჩაფიქრება, ჩაქიმვა. ხვდებოდი რომ ის, რაც გადავიღე, უყურებდი მასალას და ხვდებოდი რომ ის, რაც გადავიღე, ის, რასაც ახლა ჩემს ლეპტოპში ვხედავდი, არ იყო ჩემი საოცნებო მოგზაურობა. არ იყო ის კონტენტი, რაც უნდა შემეთავაზებინა ჩემი მაყურებლისთვის. და მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს ევროტური რეალურად უნდა ყოფილიყო რაღაც დიდის დასაწყისი, რაღაცა ბუმი, რომ აი შემოვედი, დავბრუნდი, ჩემოცნებას დავუბრუნდი და ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს. მაგრამ ესე არ გამოვიდა და ამან გამოიწვია ჩემში, არ ვიცი, აი მართლა ენით აღუწერელი სტრესი, იმიტომ რომ ვუყურებდი კადრებს და ხვდებოდი, რომ აი ამ მასალით ვერ ავაწყობდი ისეთ ვიდეოს, რასაც მაყურებელი მოელოდა ჩემგან. ისევ ჩემი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე. ხალხი ელოდა რაღაც საინტერესოს, რაღაც მნიშვნელოვანს, რაღაცას მაღალი ხარისხით, იმიტომ რომ ვიდეოგრაფი ვიყავი. და ეს რო გავიაზრე, ამან დამაკარგვინა შემდეგი წელიწად ნახევარი. წელიწად ნახევრის თავზე ერთ მშვენიერ საღამოს მე და ჩემი მეუღლე, ჩემი ანგელოზი, რომელიც ძალიან ბევრ რამეში მეხმარება, დავსხედით სალაპარაკოთ და ეს ლაპარაკი გამოდგა გარდამტეხი ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამ ლაპარაკს მოყვა ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. და რა იყო ეს? ერთ მშვენიერ საღამოს ვხედავთ ღვინის ჭიქებით და ბევრი რო არ ვისაუბრო, ეს საუბარი ძალიან დიდხანს გაგრძელდა. საათობით ვსაუბრობდით, დაღამდა, გათენება დაიწყო, ჩვენ ისე ვისხედით და ვლაპარაკობდით. და მივაგენით ერთ ძალიან მარტივ, რეალურად ძალიან მარტივ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო მიგნებას, რომ თურმე მთელი ეს წელიწად ნახევარი სულ ტყუილად ნერვიულობდი, სულ ტყუილად ვიყავი დეპრესიაში, სულ ტყუილად ვიყავი ჩაქიმული, სულ ტყუილად არ მქონდა ხალისი რამის კეთების, სულ ტყუილად ვიფიქრე, რომ თურმე სამყაროს არ უნდა რომ მე ვაკეთო ის რისი რაც ჩემს ოცნებებში არის. მივხვდით, რომ თურმე რეალურად
კონტენტი არ არის, კონტენტს არ სჭირდება შექმნა, კონტენტს არ სჭირდება მოფიქრება, კონტენტს არ სჭირდება რაღაცა იდეალური პირობები, იდეალური გარემო, საოცარი ხედები, საოცარი ქალაქები, გამართული სახმანქანა, არა. კონტენტი არის თვითონ შენი რეალური თავგადასავალი. ზუსტად ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში. აი ეს რო გავიაზრეთ, ამას რო ჩაუღრმავდით, ხო თითქოს ძალიან მარტივია ამის მიხვედრა, მაგრამ ეს რომ გავიაზრე და ჩემს თავში ეს ინფორმაცია იყო და ამ ინფორმაციით კიდევ ერთხელ გავხსენი ლეპტოპი, კიდევ ერთხელ გადავხედე ამ ჩემი მოგზაურობის და ევროტურის კადრებს, ტანში დამიარა რაღაც ენით აღუწერელმა, ჟრუანტელმა, ემოციამ, რაღაცა შთაგონებამ, რომ ხო არ გადაობ, ანუ თურმე საოცარი, საინტერესო, ემოციური და ორიგინალი კონტენტი შემიქმნია და მთელი ეს პერიოდი ეს კონტენტი იდო ჩემ ცხვირ წინ. ამის გააზრება იყო, არ ვიცი, აი როგორ რას შევადარო ვერ ხვდები, აი რაღაცა გასხივოსნება და იმ ღამეს მართლა გავსხივოსნდი თუ შეიძლება ესე ითქვას. იმ ღამეს ჩემი გონება სრულიად გაიხსნა, აბსოლუტურად სხვა რაკურსიდან შევხედე ჩემს თავს და მივხვდი და მივიღე პასუხი იმ ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე, რომელიც სულ მაწუხებდა, რომ რა უნდა ვაკეთო YouTube-ზე, რა იქნება ჩემი ნიშა და იმ ღამეს, იმ მართლაც უბედნიერეს ღამეს, ჩემი მეუღლის უდიდესი დამსახურებით, მე 100%-იანი თავდაჯერებით, დარწმუნებით, გააზრებით გადავწყვიტე, რომ ჩემი კონტენტი YouTube-ზე იქნება არა რაღაცა შექმნილი, მოგონილი, ტრენდსაყოლილი, არამედ ჩემი ფიქრების, ჩემი ემოციების, ჩემი მუღამების და ზოგადად ჩემი ცხოვრების სინემატიკურ ვიდეოებად გადაქცევა. და მას შემდეგ რაც იმ ღამეს გავიაზრე, რის სიკეთება მინდოდა, დადგა მომენტი, რომ ამერჩია, როგორ გავაკეთებდი ამას, რა იქნებოდა ჩემი გზა, რა იქნებოდა ჩემი მეთოდი. ამის გაკეთების ძალიან ბევრი გზა და მეთოდი არსებობს რეალურად. ადამიანს შეუძლია ჩაწეროს TikTok ვიდეო და იქ ისაუბროს თავის თავგადასავალზე. შეუძლია გავიდეს ლაივში, შეუძლია ატვირთოს ფოტო და აღწერაში წეროს უსასრულოდ. შეუძლია დაიქირავოს ვიდეოგრაფების ჯგუფი, პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ძალიან მაგარ ვიდეოს დაუმზადებს. მაგრამ რატომღაც აქაც ბოლომდე მივყევი ჩემი გულის თქმას და გადავწყვიტე, რომ არა, მე არ მინდა ეს გზები და ავირჩიე, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულად ყველაზე საინტერესო გზა. მე მინდა, რომ ჩემი ისტორიის, ჩემი ვიდეოების და ჩემი ამ თავგადასავლის შემოქმედი ვიყო მხოლოდ მე. იმიტომ რომ გადაღებით ნებისმიერი გადაიღებს, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ შენ შეგიძლია ასახო ეს სამყარო ისე, როგორც ამას შენი თვალები და შენი გონება ხედავს. ამას ჩავუღრმავდი, ამან მომანიჭა უდიდესი ბედნიერება, უდიდესი ემოცია ჩემს ხელში და მზად ვიყავი, რომ ამისთვის მეკეთებინა ყველაფერი. ეს არის ჩემი აპარატურის ნაწილი, მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი, რომელსაც ვიყენებ თითოეული კადრის გადაღებისას. დავათრევ, არ ვიცი, საათობით, კილომეტრობით და ვფიქრობ, რომ როდესაც ადამიანი, შემოქმედი, კონტენტ კრეატორი, იუთუბერი დიდ ყურადღებას და ძალიან დიდ დროს უთმობ ერთი კადრის შექმნასაც, ვფიქრობ, რომ აუცილებლად ამას მაყურებელი ამოიკითხავს და კი, შენ მოგიწევს დაიტანჯო, ძალიან სიცივეში იარო, მოგშივდეს, ოფლიღვარო, 10 კილომეტრობით ეს აპარატურა, ერთ წამს დაახარჯო მთელი ღამე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამას მაყურებელი აუცილებლად ამოიკითხავს და აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც ეს ყველაფერი აზრს შეიძენს და იცით, როდის იგრძნობ შვებას და როდის მიხვდები, რომ იმ ღამეების გათენება ღირდა, როდის დაგავიწყდება ის წელის ტკივილი, როდის დაგავიწყდება დაკარგული მხედველობა, დისკოზი, უძილობა, სტრესი, ნერვოზი. Სუსტად იმ სიტყვებში, რომელსაც შენი მაყურებელი რომელიმე ვიდეოს კომენტარში დაგიწერს. და ჩემ შემთხვევაში იყო ეს პირველი კომენტარი, გიორგი, ეს რა იყო, ვიტირე. აი ზუსტად მაგ მომენტში მივხვდი, რომ ის ჩემი გათენებული ღამეები და ის სტრესი და ის ნერვიულობა ამად ღირდა. იმიტომ რომ შემოქმედისთვის ეგ არის რაღაცა უდიდესი ენით აღუწერელი სიამოვნება, დაფასება, ბედნიერება და ხო, რატომ ავირჩიე ეს გზა, სინემატიკური ვიდეოების კეთების გზა. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ სინემატიკური ვიდეოები და ზოგადად სინემატიკი არ ნიშნავს რაღაც ლამაზი, დახვეწილი და 4K კადრების გროვას. სინემატიკური სტილი ეს არის შენი გრძნობების,
შემოქმედის, გრძნობების, ემოციების, ფიქრების ამოფრქვევა და მეთოდი, რომელსაც შეგიძლია თქვა ის, რისი თქმაც სიტყვებით შეუძლებელია. და ზუსტად ეს მანიჭებს უდიდეს სიამოვნებას და ეს მაძლევს იმ სტიმულს, რომ თითოეულ კადრში, თუნდაც განათება ისე დავაყენო, არ ვიცი, ხმა ისე შევარჩიო, თხრობის სტილი ისეთი იყოს და ზოგადად ვიზუალები ისეთი იყოს ამ კადრებში, რომ ამან ჩააღწიოს მაყურებლის გულამდე. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საუკეთესო გზა არის იმისთვის, რომ შენი ფიქრები მაყურებლის გულამდე მიიტანო. როგორი არის ჩემი შემოქმედების პროცესი? ეს საკმაოდ რთული პროცესია, იმიტომ რომ პირობითად შეიძლება მაგალითად მოვიყვანო ბოლო ვიდეოს კეთებისას რა გამოვიარე და როგორ შევქმენი ის, რაც შევქმენი. პირველ რიგში ყველაზე მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის რომ მოусმინო შენი გულის თქმას. გაიგო კარგად რას კარნახობს გული და რისი მუღამი აქვს. ჩემ შემთხვევაში ბოლოს როცა სვანეთში ვიმოგზაურე, აბსოლუტურად დაუგეგმა ვიყო ეს ყველაფერი, ჩემთვის სახში ვიჯექი და ისე უცბად მომინდა რომ სვანეთში წავსულიყავი. ავდექი და წავედი სვანეთში. გზაში გადავიღე აბსოლუტურად ყველაფერი. ჩემი თავი, ადამიანები, ცხოველები, გარემო, არ ვიცი, ხედები, დრონით, კამერით, GoPro-თი, სხვა კამერები და სხვა შესაძლებლობებით რაც მაქვს. მოკლედ ვიღებ ყველაფერს, თუ კი რაიმე შეიძლება ადამიანმა გადაიღოს. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მე ამაყება და რა მიგნებაც სიამოვნებს არის ის, რომ თუ კი სადმე ვარ გადაღების პროცესში და თუ კი რამეს განვიცდი, თუ კი რამეს ვგრძნობ, იმ მომენტში, რასაც განვიცდი, რასაც ვგრძნობ, რაც ჩემს გულში ხდება, ყველაფერს ვიწერ ნოუთებში, იმიტომ რომ შემდეგ მონტაჟისას ზუსტად იმ ემოციების, ზუსტად იმ შეგრძნებების შესაბამისად შევარჩიო მუსიკა, ზუსტად იგივე ემოციით მოვყვე ის, რისი მოყოლაც მინდა, ზუსტად იმ შეგრძნებების შესაბამისად ვცვალო კადრები, ფერები და ასე შემდეგ. და ვფიქრობ, რომ ზუსტად ეგ მეთოდი არის ის, რის გამოც ადამიანი როცა უყურებს ჩემს ვიდეოს, ჯერჯერობით ორი ვიდეო მიდევს, მაგრამ დამიჯერეთ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს ეგმაში, ზუსტად ამ მეთოდით ხდება ის, რომ როცა ადამიანი ჩემს ვიდეოს უყურებს, ბოლომდე შემოდის ჩემს ვიდეოში და ვცდილობ, რომ ჩემი კამერა არ იყოს უბრალოდ ნივთი, რომლის საშუალებითაც რაღაცას გადავიღებ. ცოტა ფილოსოფიურად ვდგები და ვფიქრობ, რომ და მინდა რომ ჩემი კამერა იყოს რაღაც ტელეპორტაციის კარიბჭე, თუ როგორ თქვა, არ ვიცი. გზა, რომლითაც ჩემი კამერა გახდება მაყურებლის თვალები და რომლითაც მაყურებელს შეუძლებ, რომ ბოლომდე შემოვიყვანო ჩემს ვიდეოში და ჩემს თანამგზავრად ვაქციო. მინდა რომ მაყურებელი ზუსტად იგივეს გრძნობდეს და იგივეს განიცდიდეს, რასაც მე განვიცდი იმ მომენტში. ჩემთან ერთად უხაროდეს, ჩემთან ერთად აღფრთოვანდეს, ჩემთან ერთად ეწყინოს, ჩემთან ერთად მოშივდეს. და ვფიქრობ, რომ ზუსტად ეს არის უდიდესი ბედნიერება როგორც შემოქმედისთვის, ისე მაყურებლისთვის. იმიტომ რომ როცა ვიდეო მთავრდება, მაყურებელი ვერ იგებს რა მოხდა, როგორ გავიდა ეს სწრაფად 40 წუთი და როგორ მოხდა ის, რომ მოწყდა ამ სამყაროს, ამ რეალობას და იქ ჩემთან ერთად მოგზაურობდა, სადაც მე ვიყავი. რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს? ვის რა შეაინტერესებს? საერთოდ სად ვიმოგზაურებ, რას გავაკეთებ, სად გამიხარდება, სად მეწყინება, რა აზრიდებს ამაში, აი, რა მუღამი აქვს ამ ყველაფერს. როცა ვართ ისეთ სამყაროში, სადაც უამრავი კონტენტი იდება, ხო? პირველ რიგში ვიტყვი, რომ ამ ყველაფრის მიზანი არის ყველაზე მთავარი, რომ ძალიან ბევრი წელი როცა გავა და დავბერდები და ჩემ ცხოვრებას გადმოვხედავ, ძალიან დიდი ცრემლებით ამეტიროს და მეთქვას, რომ ეს რა იყო? კიდევ მინდა. მინდა რომ იმ მომენტში, როცა ძალიან ცოტა დრო მექნება დარჩენილი, არ მეყოს ის, რაც გავიარე, არ მეყოს ჩემი ცხოვრება და კიდევ ერთხელ ჩემი ვიდეოებით დაუბრუნდე ჩემს წარსულში. კიდევ ერთხელ ვიმოგზაურო, კიდევ ერთხელ გავიარო ის ყველაფერი, რასაც ახლა დღეს გავდივარ. და მეორე რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რომ ამ ძალიან გაუგებარ ეპოქაში TikTok გარჩევების და AI-ით ხორცს შესხმული ბინძური გარყვნილი წარმოდგენების სამყაროში, მინდა რომ ჩემმა ვიდეოებმა რაღაცა ღირებული გააკეთოს. მინდა რომ ჩემმა ვიდეოებმა ამ სამყაროში თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს. მინდა რომ ადამიანს რაღაცა
გავუღვივო, რაღაცისკენ ვუბიძგო, რაღაც мотиваცია მივცე, იყოს ეს ინსპირაცია, რაღაცა შევცვალო მის ცხოვრებაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც შემოქმედი, როდესაც კრეატორი, იუთუბერი ამხელა ემოციას, ამხელა გულს და სულს დებს თითოეული კადრის შექმნაში, განათებას ისე აყენებ, რომ იმან თავის საქმე გააკეთოს, თხრობას ისე აწარმოებ, რომ იმან თავის საქმე გააკეთოს, ფერები, მუსიკა, კადრიდან კადრზე გადასვლა, ყველაფერი საერთო ჯამში აკეთებს იმ საქმეს, რომელიც ბოლოს აუცილებლად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ მოვა მომენტი, დადგება დღე, როცა ერთ-ერთი ჩემი გამომწერი უბრალოდ ან დამირეკავს, ან შემხვდება, ან მომწერს და მეტყვის, რომ გიორგი, შენმა ვიდეომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. და ის, რასაც მე იმ მომენტში ვიგრძნობ, ალბათ იმდენი ღირს, რამდენიც მთელი კაცობრიობა. ჩემი სიტყვა ამით შემოიფარგლება, დიდი მადლობა რომ მომისმინეთ და ჩემი არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. აი ეს კითხვა რო გაქრატო. მე ვიქნები მიკერძოებული, მაბადიეთ, მე არ ვიცი ეხლა ხაბარ